საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის ერთობლივი პროექტი. ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. ყოველ ოთხშაბათს 17 საათსა და 10 წუთზე. როგორია ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში? რატომ არიან ქალები მცირედ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში? როდის ამოქმედდება კვოტირების მექანიზმი? რამდენი ქალი მოხდება პარტიულ სიებში 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? რაც გვალავდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? როგორ ვიზრუნოთ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას? როგორია ქართული მედია გენდერულ ჭრილში? ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოს საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ. გადაცემა 20 ივლისიდან 20 ნოემბრის ჩათვლით კვირაში ერთხელ 4 შაბათ 17 საათსა და 10 წუთზე გადის ეთერში. Talk-shows მე ჟურნალისტი თამილა დოლიძე უძღვები, შემოქმედებით ჯგუფში კიდევ 3 ადამიანი მუშაობს. ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, პროდიუსერი გურანდა დოლიძე და რეჟისორი ინგა ნარჩემაშვილი. გადაცემა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოსა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის მიერ არის მომზადებული. გადაცემის მსვლელობისას გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს IFS-ის, USAID-ისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა, რომელიც პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, ანუ 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს. პრეზენტაციაზე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ამორჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე და ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე. ერთ-ერთი მთავარი, ალბათ, რადიო მსმენელისთვის საინტერესო იქნება ეს სიახლე, მნიშვნელოვანი სიახლე, ადმინისტრაცია 8 ოქტომბერს საზოგადოებას პირველად შესთავაზებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შედეგების დათვლის პროცესის ტრანსლაცია განხორციელდება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ინტერნეტის საშუალებით ონლაინ რეჟიმში ცესკოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელის მეშვეობით დააკვირდეს შედეგების დათვლის პროცედურას, ვიდეო გადაღების 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები. თამილა დოლიძესთან ერთად. ახლა კი განვაგრძობთ გამოშვებას და ჩვენი გადაცემის სტუმრებს წარმოგიდგენთ ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის დირექტორი ხათუნა ჯანგირაშვილი თბილისიდან, თელავისა და ზუგდიდის გენდერის მედია ცენტრების დირექტორები მაია მამულაშვილი და ლევან სულაშვილი კი შესაბამისად თელავიდან და ზუგდიდიდან ჩაგვერთვებიან პირდაპირ ეთერში. ჩვენ რამდენიმე კითხვა დაუსვით ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის დირექტორ ხათუნა ჯანგირაშვილს. ქალბატონო ხათუნა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი აქცია იმართება ერთდროულად 8 ქალაქში, იმ ქალაქებში, სადაც გენდერის მედია ცენტრები ფუნქციონირებს. იმართება თუ არა მსგავსი აქცია დედაქალაქში და რატომ შეარჩიეთ ლოკაციის ადგილებად ბაზრობები? მოგესალმებით თამილა, მივესალმებით თქვენს მსმენელს, თქვენ სწორად თქვით, ზუსტად იმ ქალაქებში გვაქვს ჩვენ ეს აქციები ქალთა მხარდასაჭერი, სადაც ჩვენი გენდერის მედია ცენტრები ფუნქციონირებს. რატომ ვატარებთ ამ აქციას მაინც და მაინც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე? სამწუხაროდ საპარლამენტო არჩევნებში წარდგენილი სიების თანახმად ისევ გავხდით იმ რეალობის მონსტრე, რომ საქართველოს ჯერ ისევ იმ ქვეყნების რიგში რჩება, სადაც ჯერ კიდევ მიაჩნიათ, რომ ქალებს არ აქვთ პოლიტიკური საქმიანობისთვის საკმარისი რესურსი. რაც თავარია, ჩვენი დაკვირვებით, ჩვენთვის ეს აქცია პირველი არ არის, ჩვენი მსგავსი აქციების დიდი გამოცდილება გვაქვს. ჩვენი დაკვირვების მიხედვით, საკითხისადმი, გენდერული თანასწორობის საკითხისადმი და ზოგადად ქალების პოლიტიკაში მონაწილეობისადმი საზოგადოების დამოკიდებულება, მიდგომები პროგრესისკენ არის შეცვლილი და ასევე შესამჩნევია ქალთა გააქტიურების ტენდენციას და ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ამ ტენდენციებს. თუ კი სახელმწიფო ამისთვის მხოლოდ დეკლარირებულად მოქმედებს, ჩვენ გვინდა მხარდაჭერა ასე ღიად, ფართო მასშტაბით
ფართომასშტაბიანი აქციით კიდევ ერთხელ გამოვუხატოთ ამ არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებს. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. ხათუნა, თქვენ ხშირად ატარებთ მსგავს აქციებს, თქვენ და ასევე ის ადამიანები, რომლებიც არიან თქვენი კოორდინატორები რეგიონებში და როგორ ფიქრობთ, ამ აქციების მეშვეობით თუ შეიცვალა სტერეოტიპები საზოგადოებაში? ბუნებრივია, წეღანაც თქვი ჩვენ მსგავსი აქციების დიდი გამოცდილება გვაქვს და დრომ გვაჩვენა, რომ დამოკიდებულებების და განწყობების დონეზე მოსახლეობაში შეიმჩნევა ეს გარკვეული პროგრესი. წეღანაც თქვი ქალების გააქტიურებაც შეიმჩნევა. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში სტერეოტიპების მსხვერპლად სჭირდება დრო, საზოგადოება იზრდება კონკრეტული საკითხების მიმართ, მით უმეტეს ისეთი როგორი სენსიტიური საკითხი გენდერული თანასწორობაა და ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობა. წეღანაც თქვი ამ რეალობით, რაც ჩვენ ახლა ხიები ვნახეთ, რაც პარლამენტში წარადგინეს პარტიებმა, ვართ ისევ იმის მომსწრე, რომ რატომღაც პარტიებს, თითქმის ყველა პარტიას, რომლებსაც აქტივში ხშირად ყავთ აქტიური ქალები და უხეშად რომ თქვა, შავ სამუშაოებს ქალები ასრულებენ, ჩეულთა სიებში სამწუხაროდ ბოლოს აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩეულთა სიაში ეს ქალები ვერ ხვდებიან. აგერ სტატისტიკაც ისეთია, რომ აი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. არც ისე სახარბიელო მინდა გითხრათ. დიახ, აი კონკრეტული ციფრებით ძალიან მოკლედ. 854 მაჟორიტარო კანდიდატიდან ქალი მხოლოდ 147-ია. მხოლოდ 8 არის ქალი დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, რომელთა რიცხვი წლიანობაში თუ არ ვცდები 57-59-ია და პარტიულ სიებს რაც შეეხება, პარტიული სიის წარდგენილი 3592-ზე მეტი კანდიდატიდან მხოლოდ 1330-ია ქალი. რაც იმას აჩვენებს, რომ ეს ცუდი მაჩვენებელი არ არის, მაგრამ გააჩნია რომელ პარტიებს ყავთ და ეგრე არ არის. საქმე იმაშია, იცით რაშია საქმე? ქალები კი არიან სიაში შედარებით იმაზე მეტი, ვიდრე წინა წელს იყო. უბრალოდ გამსვლელ ადგილებზე არიან ნაკლებად. დიახ. კი, ბუნებრივია ყავთ სიებში, ზოგიერთ პარტიას პირველ ათეულში ყავს 4 ქალი, პირველ ათეულში ყავს 6 ქალი, მაგრამ არიან პარტიები, რომლებსაც 20-ში 1 ქალიც არ ყავს. შესაბამისად, გასვლელი შანსი ნაკლებია. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. ხათუნა, თქვენი ორგანიზაცია, ანუ ჩვენი ორგანიზაცია ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის არის task force-ის ჯგუფის წევრი. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა პროპორციული სიები გაანალიზა 8 სექტემბრის შემდეგ და შედეგები გენდერულ ჭრილში გაახმოვანა. და ის გახმოვანებული, გაანალიზებული პასუხები ამ წუთას მოახსენეთ თქვენ რადიო მსმენელს. ხათუნა, თქვენი აზრით, რა არის გამოსავალი, როგორ უნდა გაიზარდოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელთა რაოდენობა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და სამუშაო ჯგუფი ასევე ვიცი რომ ითხოვდა 50%-იან კვოტას, რომელიც არ გავიდა კომისიებშიც კი. და აი ახალი მოწვევის პარლამენტში თუ შეხვალთ მსგავსი ინიციატივებით, თუ აპირებთ? დიახ, ჩვენ უკვე წელიწადზე მეტია ქალთა პოლიტიკური სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელი ორგანიზაცია ვართ. და სწორედ ჩვენ შევთავაზეთ საკანონმდებლო ორგანოს ინიციატივა სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. თავდაპირველად ჩვენ ვითხოვდით 50-50-ზე, ანუ ზუსტად თანაბარი რაოდენობა ქალებისა და მამაკაცების, რასაც წინააღმდეგობაც არ ერქვა ისეთი ბარიერები დახვდა. შემდეგ ჩვენ დავჯერდით 30%-იან კვოტირების სისტემას. სამწუხაროდ სიებშიც გამოჩნდა, წარდგენილ სიებში გამოჩნდა ზუსტად ის ბარიერი, რამაც ხელი შეუშალა მოქმედ კანონმდებლებს, ჯერ კიდევ მოქმედ კანონმდებლებს, ნაბიჯი გადაედგათ და კანონმდებლობის დონეზე მიგვეღო სავალდებულო გენდერული კვოტირება. რაც თავარია, ესეთ პირად საუბრებში, წინაშე არჩევნო დაპირებებში პარტიები პირობას დებდნენ, ხშირად გვესმოდა მათგან, რომ არ იყო სავალდებულო გენდერული კვოტირების დაკანონება საჭირო, რადგან ისინი გვეუბნებოდნენ, რომ თვითონვე მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, გააუმჯობესებდნენ ქალთა წარმომადგენლობას სიებში, თუმცა მივიღეთ ეს რეალობა, რაც მივიღეთ. სამწუხაროდ
არჩეულთა რიგებში კვლავ ვიმეორებ არ აღმოჩნდნენ ქალები. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. მომავალ წელს იქნება თვითმმართველობის არჩევნები. ანუ ახლოვდება ის დრო, როდესაც თავიდან ავირჩევთ თვითმმართველობებს და აი თქვენ აპირებთ თუ არა ამ კუთხითაც მუშაობას, ანუ განაგრძობთ თუ არა ისევ მუშაობას ამ თემაზე კვოტირების მექანიზმის ამოქმედებაზე. ზოგადად რა სახით უნდა გააგრძელოს ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის მუშაობა? ბუნებრივია ჩვენ ახალი მოწვევის პარლამენტშიც დავაყენებთ ამ საკითხს, შევეცდებით ბოლომდე ვიბრძოლოთ და დავუსაბუთოთ კანონმდებლებს, რომ ერთადერთი გამოსავალი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მდგომარეობს მხოლოდ და მხოლოდ სავალდებულო გენდერულ კვოტირებაში, რომელიც კანონმდებლობის დონეზე უნდა დარეგულირდეს. თორემ გავხდებით ისევ იგივე ფაქტის შემსწრები, როდესაც წინასაარჩევნო ჩვენ პირობას მივიღებთ, რომ პარტიები გააუმჯობესებენ თავიანთ წარმომადგენლობებში ქალების რაოდენობას, მაგრამ დავდგებით ისევ ასეთი ფაქტის წინაშე, როდესაც არც ისე სახარბიელოა ქალთა წარმომადგენლობა პოლიტიკაში. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის უკვე 4 წელია სწორედ გენდერულ საკითხებზე მუშაობს და ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სწორედ ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებაზე, პოლიტიკაში გადაწყვეტილების მიღებ პოზიციებზე, ქალების ყოფნაზე, ჩვენი პროექტების სახელწოდებებით, ჩვენი აქციების სახელწოდებებით სწორედ ამაზე მიანიშნებს გენდერული თანასწორობა, ერთად გენდერული თანასწორობისთვის ხმამიეთი თანასწორობას, აირჩიე თანასწორობა, შენი ხმა გადამწყვეტია, ჩვენ გავაგრძელებთ ისევ ამ კუთხით ასე შეუწყვეტლად მუშაობას. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. აუცილებლად უნდა კითხოთ გენდერის მედია ცენტრების მუშაობის შესახებ, აი რა პრინციპით მუშაობენ ისინი და ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხელმძღვანელობენ მედია ცენტრებს, ვინ არიან? ჩვენი გენდერის მედია ცენტრები 2014 წელს დააფუძნა ჟურნალისტთა ქსელმა. რაც თავარია, ჩვენ გენდერის მედია ცენტრების ხელმძღვანელებად გვყავს რეგიონებში ყველაზე მეტად გამორჩეული პატივსაცემი კვალიფიციური ჟურნალისტები, რომლებსაც საზოგადოება, ადგილობრივი მოსახლეობა ენდობა, პატივსცემს მათ მოსაზრებებს. ჩვენი გენდერის მედია ცენტრების ნებისმიერი დირექტორი თავისუფლად გამოდგება გენდერული კუთხით ექსპერტად. ჩვენს გენდერის მედია ცენტრებს ყოველთვის მუდმივად იწვევენ მედიატორებად სხვადასხვა ღონისძიებაზე, ტრენერებად და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენი გენდერის მედია ცენტრების დირექტორების საშუალებით მუდმივად აწვდიან ინფორმაციას ადგილობრივ მოსახლეობას გენდერული თანასწორობის საკითხებში და ეს არის თავისუფლად შემიძლია თქვა, ეს არის სივრცე ამ ეტაპზე ერთადერთი, სადაც ნებისმიერ ადამიანს თავისუფლად შეუძლია მივიდეს, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება ყველა საკითხისადმი, მას გაუწიონ კონსულტაცია, მას დაეხმარონ მომავალში. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილა დოლიძესთან ერთად. ბოლო კითხვა, თქვენი აზრით, მაინც რა არის ის მიზეზი, რის გამოც საქართველოში ქალები გადაწყვეტილების მიღებ პოზიციებზე ნაკლებად არიან წარმოდგენილნი? რისი ბრალია მაინც ეს? ეს არის მენტალიტეტის ბრალი, ქალთა არაქტიურობის ბრალი თუ რა ხდება? წეგან ჩვენ ვახსენეთ, რომ მოსახლეობაში სტერეოტიპების მსხვერპლად დიდი დრო ჭირდება. თუმცა იგივე ჩვენი დაკვირვებით უკვე აღვნიშნე, რომ მოსახლეობა ამ კუთხით გაიზარდა და მზაობასაც გამოხატავს მისცეს ქალ კანდიდატებს ხმა. სიმართლე გითხრათ, მე უკვე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისთვის, ქალთა გააქტიურებისთვის მოსახლეობა უფრო მზად არის, ვიდრე პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური პარტიების ლიდერები. ვფიქრობ, რომ ამისთვის მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ჩვენ ამ პარლამენტმა გვაჩვენა რამხელა ბარიერი დახვდა ჩვენს მიერ წარდგენილ კანონპროექტს ქალთა სავალდებულო გენდერული სავალდებულო კვოტირების შესახებ. ასე რომ საჭირო მხოლოდ პოლიტიკური ნება,
და ჩვენ შევეცდებით ახალი მოწვევის პარლამენტში ამ საკითხებს ხელახლა დავუბრუნდეთ. ეს ჟურნალისტ აქსელის გენდერული თანასწორობისთვის დირექტორი ხათუნა ჯანგირაშვილი გახდათ, რომელიც თბილისიდან ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. ახლა კი სატელეფონო ხაზია თელავი და ჟურნალისტი გენდერის მედია ცენტრის დირექტორი მაია მამულაშვილი. მაია, მოგესალმებით. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი აქცია ერთდროულად 8 ქალაქსა და დედაქალაქში იმართება. მათ შორის თელავშიც. ვიცი რომ ეს ღონისძიება ტარდება ბაზრობებზე. რომელი ბაზრობა შეარჩიეთ და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ ლოკაციაზე ზოგადად? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მსმენელს. ძალიან სასიამოვნოა თქვენთან ეთერში ყოფნა. რაც შეეხება უშუალოდ ამ აქციას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან თემას, ქალთა პოლიტიკური აქტივობის ხელშეწყობას ეხება, გადავწყვეტეთ, რომ გაიმართოს ქალაქ თელავის ცენტრალურ ბაზარში, აგრარულ ბაზარში. ეს ტერიტორია არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორია და ადგილი, არა მხოლოდ ქალაქის მაცხოვრებელთათვის, არამედ თავისუფლის მთლიანად რეგიონის მაცხოვრებლები, მათ შორის ქალაქის თუ ასე შემდეგ ჩამოსული სტუმარი და ტურისტი და ამიტომ შესაბამისად ეს ხალხმრავლობა ხელს უწყობს იმას, რომ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი გახდეს, ვთქვათ, ჩართული ამ აქციაში, მიიღოს მონაწილეობა და გამოხატოს თავისი პოზიცია. მაია, თქვენ ხშირად ატარებთ მსგავს აქციებს, PR კამპანიებს. თქვენი აზრით, რა შედეგი მოაქვს ამ აქციებს და ზოგადად ითვალისწინებს თუ არა ხელისუფლება, ვთქვათ, ჩვენს ინიციატივებს? ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა ნამდვილად, იმიტომ რომ ერთია რომ იყოს ძალიან აქტიური, ვთქვათ, სამოქალაქო სექტორი, იგივე მედიის წარმომადგენლები და მეორეა რეალური შედეგები, რასაც აჩვენებს, ვთქვათ, ეს აქტიურობა, ხომ? უკვე დაახლოებით, ესე იგი 2-3 წელია, რაც ამ საკითხზე ძალიან აქტიურად მუშაობს თელავის გენდერის მედია ცენტრი და მინდა გითხრათ, რომ აქტიურობას გარკვეული სახის შედეგები აქვს, რასაკვირველია ის, რომ ქალთა მონაწილეობა სამწუხაროდ დღემდე არის მაინც დაბალი. ეს მთლიანად საქართველოში ზოგადად პარლამენტის დონეზე, სახელმწიფო ვერტიკალის დონეზე არის გასაკეთებელი და რასაკვირველია ამას ადგილობრივი ინიციატივები ვერ გაუწევს, თქვათ, გადაწყვეტილების მიღებ პირებს ამ შემთხვევაში მხარდაჭერას, რომ ეს საკითხები დაჩქარდეს, მაგრამ ადგილობრივ დონეზე, თქვათ, ის ქალები, რომლებიც არიან აქტიურები, რომელთაც სურს, რომ ჩართულები იყვნენ პოლიტიკაში, მათი გააქტიურება ნამდვილად არის თვალში საცემი. იმის მიუხედავად, რომ ქალაქი თელავი არის ალბათ ყველაზე უფრო სამწუხაროდ თითის საჩვენებელი, იმიტომ რომ ქალი დეპუტატი საკრებულოში არ ყავს, ქალაქის საკრებულოში თელავში არა მაია. თელავში დიახ, თვითმმართველ ქალაქში არ არის საკრებულოში არც ერთი ქალი დეპუტატი, თემში ყავს დეპუტატი ქალი ქალბატონი ერთი მხოლოდ. ეს ნიშნავს იმას, რომ რეალურად ადგილობრივი თვითმმართველობებიც სამწუხაროდ არ არიან მზად იმისათვის, რომ ქალთა მონაწილეობა იყოს გაზრდილი. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენი მონაწილეობა და ჩვენი აქტივობები შევანელოთ. პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ რაც შეიძლება უფრო მეტი აქტიური ქალი უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული და თვითონ მოსახლეობა, რომელიც არის განსაზღვრელი იმისა, თუ ვინ შევა ადგილობრივ საკრებულოში თუ პარლამენტში, მოსახლეობა იყოს ინფორმირებული, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა მონაწილეობა. ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. და მაია, ერთი კითხვა მინდა კიდევ დაგისვათ, რამდენი ქალი მაჟორიტარობის კანდიდატი არის წარდგენილი კახეთიდან ზოგადად და კერძოდ თელავიდან? საქართველოს პარლამენტში 8 ოქტომბრის იგივე გამეორება მიწევს, სამწუხაროდ არ ვიცი, თელავშიც განსაკუთრებული პრობლემა არის ეს საკითხი. ესე იგი დაახლოებით 14-მდე მაჟორიტარი კანდიდატი ყავს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებიდან და სამწუხაროდ ქალი კანდიდატი უშუალოდ თელავში არც ერთი არ არის. ეს არის პარადოქსი, ძალიან სერიოზული პრობლემა ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ კანდიდატებიც კი პოლიტიკურმა პარტიებმა არ დაასახელეს ქალბატონები. თუმცა იგივეს ვერ ვიტყოდით თელავის მეზობელ გურჯაანის რაიონზე, მუნიციპალიტეტზე, სადაც გურჯაანის საარჩევნო ოლქში არის 2 კანდიდატი ქალი. ეს ერთადერთი გამონაკლისია მთელ კახეთში, რომ 2 კანდიდატი ყავს ქალი, სხვადასხვა პარტიებიდან წარდგენილი. ასევე ერთი კანდიდატი ყავს სიღნაღი დედოფლის წყაროს საარჩევნო ოლქში და ერთიც საგარეჯოში. ანუ მთლიანობაში კახეთში არის 4 კანდიდატი ქალი, რომელიც არის წარდგენილი სხვადასხვა პარტიების მიერ. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მცირე მონაწილეობა, ძალიან მცირე ჩართულობა და ბევრი ექსპერტის აზრს დავეთანხმები, რომ ამ შედეგები თუ იმსჯელებთ, პარლამენტში უფრო ნაკლები იქნება ქალთა მონაწილეობა სამწუხაროდ.
ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. მაია, როგორ ფიქრობთ, ან რას ამბობენ ადამიანები, აი, როდესაც თქვენ მიდიხართ აქციებზე, გაქვთ ბანერი, არიგებთ ფლაიერებს და იქ ქალთა მონაწილეობაზეა უმეტესად აქცენტი გაკეთებული და რას ამბობენ ის ადამიანები, ვისთვისაც თქვენ ამ აქციას ატარებთ? მინდა გითხრათ, რომ მოსაზრებები განსხვავებულია, ძირითადად სტერეოტიპული, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც ძალიან ხშირად შეხვედრი ხართ ასეთ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას, რომ ქალი უნდა იყოს მხოლოდ სამზარეულოში, თუმცა კიდევ უფრო მძაფრი გამონათქვამები გვესმის ხოლმე, რომ ქალს რა უნდა პოლიტიკაში, მარტო ბავშვები გაზარდოს და თავის ოჯახს მიხედოს, ხო? ეს სტერეოტიპები სამწუხაროდ საზოგადოებაში არის ფესვგადგმული და ამას დრო ჭირდება, ამას ჭირდება სერიოზული მუშაობა მედიის, ჩართულობა საზოგადოების, მათი ინფორმირება, განათლების მიცემა. ეს არის, ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის მქონე ასე ვთქვათ, საკითხები და ეს საკითხები მხოლოდ ერთი აქციის დონეზე რასაკვირველია ვერ გადაიჭრება. თუმცა ზუსტად ეს წყლის წვეთის სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ როდესაც ერთი და იგივე საკითხზე მიზანმიმართულად მუდმივად მუშაობს ორგანიზაცია, რასაკვირველია მას შეიძლება ჰქონდეს ძალიან სერიოზული შედეგი. ჩვენ უკვე ვხედავთ იმას, რომ ქალბატონები, რომლებიც იყვნენ პასიურები, იგივე თელავის დონეზე, იგივე ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში ისინი არ არიან შეშვებული, პირდაპირ ვიტყოდი, ისინი ძალიან აქტიურები არიან გარედან, სამოქალაქო სექტორში ქალების მონაწილეობა გაცილებით უფრო მაღალია, რაც იმის როგორც უთლიანად საქართველოში. დიახ, იმის საფუძველს იძლევა, რომ ეს აუცილებლად აისახება საჯარო მმართველობაზეც. რომ მხოლოდ ის, რომ ქალი მდივნად ამუშაოდა, ესე იგი განათლებული, რომელსაც ძალიან ბევრი ზოგჯერ მამაკაცზე გაცილებით უკეთესი განათლება აქვს მიღებული, უკეთესი უნარები აქვს, ამ რესურსების არ გამოყენება არის დანაშაული, მე მგონი, ქვეყნის წინაშე. ეს მაია მამულაშვილი გახდათ გენდერის მედია ცენტრის დირექტორი თელავიდან და კიდევ ერთი ჩართვა ამჯერად ზუგდიდიდან და ლევან სულაშვილი გენდერის მედია ცენტრის დირექტორია ხაზზე. ლევან, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდასაჭერი აქცია იმართება 2 ოქტომბერს ზუგდიდში. თქვენ ბაზრობაზე უნდა გახვიდეთ და უნდა მოუწოდოთ ადამიანებს, რომ მათ ხმა მისცენ თანასწორობას. რატომ აირჩიეთ, რომელი ლოკაცია აირჩიეთ და რატომ აირჩიეთ მაინც და მაინც ის ბაზრობა და როგორ ფიქრობთ, ხალხი მზად არის იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ქალებს? დიახ, რა მდგომარეობა ჩვენ მსგავსი აქციები გქონდა ადრეც და სხვა შორის სწორედ ბაზრის და ბაზრობის ტერიტორიაზე და მაშინ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება და შეფასებები გამოიწვია ჩვენმა ფლაიერებმა, რასაც ვარიგებდით ბანერმა, თუმცა ბოლო აქციაზე, რომელიც გქონდა მსგავსი აქცია, იყო უკვე სხვა დამოკიდებულება, რამაც ძალიან გამაკვირვა, თქვენ იცით, რომ ძალიან სპეციფიკური რეგიონია, სამეგრელო და მისი შუაგული ქალაქი ზუგდიდი. ბოლო მსგავს აქციაზე ჩვენ დაგვხვდა საკმაოდ შეცვლილი დამოკიდებულება საზოგადოების ამ ნაწილის, რომელიც იქ მუშაობს, ამ დადის აქ საუბარია როგორც მომხმარებელზე, ასევე იქ მომუშავე ადამიანებზე, მათ გთხოვეს, რომ ცოტა ხნით კიდევ დაგვეტოვა ბანერი და მათ მოეწონათ ეს საინფორმაციო აქცია. ჩვენ ავირჩიეთ ბაზრის ლოკაცია, იმიტომ რომ აქ მოძრაობს საკმაოდ ბევრი ხალხი, როგორც ცენტრალური ბაზარი, ხო? დიახ, ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარზეა საუბარი და სწორედ ბაზარში მოძრაობს ყველა კატეგორიის, ყველა ესე ვთქვათ, სფეროს წარმომადგენელი დადის ბაზარში და ჩვენ ვიფიქრეთ, რომ უფრო ესე იგი ფართო მასებში გაგვეტანა ეს ინფორმაცია. აქ არის ინფორმაციის ნაკლებობა რეგიონში და სწორედ ბაზარში ჩვენ ვიფიქრეთ, რომ შევძლებდით, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეგოთ, რატომ უნდა დაუჭირონ მხარი ქალების უფრო მეტ ჩართულობას პოლიტიკაში და როგორც წეგან მოგახსენეთ, საკმაოდ შეცვლილია 1 წლის განმავლობაში დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ, გენდერული თანასწორობის მიმართ და სხვათა შორის აი წინა აქციების შემდეგ რამდენიმე იქ მომუშავე ადამიანმა ჩვენ გვითხრა, რომ ისინი უკვე წინა შემთხვევებისგან განსხვავებით უკვე ემხრობიან იმას, რომ რაც შეიძლება გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და პარლამენტში შევიდეს რაც შეიძლება მეტი ქალი. და აქედან გამომდინარე, მაინტერესებს ლევან, რამდენ პარტიას ყავს ქალი კანდიდატი წარმოდგენილი სამეგრელოში და თავად ზუგდიდში? ზუგდიდში მხოლოდ ერთ პარტიას ყავს მაჟორიტარი კანდიდატი, თუმცა საკრებულოს წევრობის შუალედური არჩევნები სტარდება ზუგდიდში და
რამდენიმე კანდიდატი არის მათ შორის ქალიც რეგიონში მთლიანად არის საკმაოდ მცირე რაოდენობა ალბათ დაახლოებით 5-მდე ქალბატონი რომელიც მონაწილეობს არჩევნებში სხვადასხვა პარტიებიდან რაც შეეხება ზუგდიდს როგორც ვიკითხავთ არის მხოლოდ ერთი მაჟორიტარობის კანდიდატი ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად და როგორ ფიქრობთ ლევან აქვს თუ არა მათ შანსი იმისა რომ მოხვდნენ საქართველოს პარლამენტში მე ვერ გეტყვი ზუსტად შანსებზე ვერ ვისაუბრებ აქ საკმაოდ ისეთი აქტიური წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს როგორც აი ამ პარტიის მხრიდან რომელსაც ქალი კანდიდატი ყავს ასევე სხვა პარტიების მხრიდან და დაზუსტებით ვერ გეტყვით თუმცა მხარდაჭერა ქალ კანდიდატებს ვინც არიან შეიძლება ითქვას რომ აქვს მხარდაჭერა ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად ზოგადად სამეგრელოში გადაწყვეტილების მიღები ქალები როგორ არიან წარმოდგენილნი მე არ გულისხმობ მხოლოდ საკრებულოებს მე მხედველობაში მაქვს თქვათ ადმინისტრაცია და თქვათ მერია და ასე შემდეგ აი მერის და რაიონის საკრებულოს შემთხვევაში შეიძლება ითქვას რომ უკეთესი მდგომარეობა და აქ ადმინისტრაციის უფროსი ორივე უწყებაში არის ქალბატონი დაუშვათ თუმცა სიმრავლე გადაწყვეტილების მიმღები პირების სიმრავლე ნამდვილად არ არის რეგიონში თუმცა საჯარო სამსახურში საკმაოდ ბევრი ქალბატონია დასაქმებული არა გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში აი და ისევ ბაზრის თემას დაუბრუნდები თქვენ ალბათ ესაუბრებით ადამიანებს კვოტირების მექანიზმის ამოქმედების აუცილებლობაზე და ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ერთი წლის განმავლობაში მათი დამოკიდებულება ამ ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით შეიცვალა კი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ დაახლოებით წელიწადზე მეტია რაც მუშაობთ ამ მიმართულებით და შემიძლია გითხრათ რომ მათი დამოკიდებულება არის საკმაოდ შეცვლილი ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად ეს გახდათ გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად. ჩემთან ერთად კი გადაცემაზე ექსპერტი გენდერის საკითხებში ირინა ჟვანია, პროდიუსერი გურან დადოლიძე და რეჟისორი ინგან არჩემაშვილი მუშაობდნენ. ჩვენი ეთერის სტუმრები კი ჟურნალისტთა ქსელის გენდერული თანასწორობისთვის დირექტორი ხათუნა ჯანგირაშვილი, თელავისა და ზუგდიდის გენდერის მედია ცენტრების დირექტორები მაია მამულაშვილი და ლევან სულაშვილი გახდათ. განმეორებითი ეთერის შაბათს 1 ოქტომბერს 12 საათსა და 45 წუთიდან მოისმინეთ. ერთმანეთს კი მომდევნო 4 შაბათს 5 ოქტომბერს 17 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით. ნახვამდის. როგორია ქალის როლი ქართულ პოლიტიკაში? რატომ არიან ქალები მცირედ წარმოდგენილნი გადაწყვეტილების მიმღებთა რიგებში? როდის ამოქმედდება კვოტირების მექანიზმი? რამდენი ქალი მოხვდება პარტიულ სიებში 8 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე? რაც გვალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება? როგორ ვიზრუნოთ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზე? როგორია ქართული მედია გენდერულ ჭრილში? ეთერშია გადაცემა ქალი და არჩევნები თამილ ლადოლიძესთან ერთად